დღეს აქტუალური ნაწილი არის ზოგადად ფიზიკურ ჯანმრთელობას როგორი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. და დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მეგობრები ოქტოპუსიდან, ოქტოპუს ფიტნეს კლუბიდან და გიორგის მინდა გთხოვო მოვიდეს ჩვენთან და ისაუბროს იმ თემაზე თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს ფიზიკურ ჯანმრთელობას ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილზე. მადლობა. მე ვარ გიორგი ორბელაძე, ვინც არ მიცნობთ, არ შეგაცხადეთ ჩემი რეგალიებით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 10 წელია ფიტნეს ინდუსტრიაში ვარ და ეს ყველაფერი დაიწყო ოქტოპუს ფიტნეს კლუბის როგორც იდეის ჩამოყალიბებიდან, შემდეგ განხორციელებამდე და ამაყი ვარ, რომ დღეს ვარ მონაწილე იმ კომპანიისა, რომელმაც მართლა ძალიან განსხვავებული და თანამედროვე სტანდარტები შემოიტანა ფიტნეს ინდუსტრიაში და ის ხარისხი მომსახურების დაახლოებით ალბათ ერთ-ორი თავით მაღლა აწია და ეგ უჭირავს დიდი ხანია და მოკლედ ამით ძალიან მადლიერი ვარ და მოხარული. ეხლა დღეს რაზეც ვისაუბრებთ, ეს არის ჩვენი მენტალური მდგომარეობა და მასზე როგორ გავლენას ახდენს ვარჯიში, ხო? მოძრაობა არის რისთვისაც შექმნილი ადამიანი და ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ბევრი ძალიან ცნობილი მოაზროვნე, მათ შორის მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ერის სიცოცხლესა და ღონის მიმცემი ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა. შეიძლება პილატესის წარმომადგენლებიც არიან აქვს, ჯოზეფ პილატესი, პილატესის ასე შემქმნელი იძახდა, რომ ერთადერთი საშუალება რომ შეიცვალოს ადამიანი არის მოძრაობა და მოძრაობა კურნავს და რომ წავიდეთ დაახლოებით დღეიდან 2400 წლის უკან პლატონი ამბობდა რომ უმოძრაობა ანადგურებს ადამიანის ფიზიკურ ფორმას, ხოლო ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა იცავს და ინარჩუნებს მას. მოკლედ თითქმის ყველა დიდი მოაზროვნე სხვადასხვა ვარიაციებით ერთი და იგივეს გვეუბნება, რომ თავარია ვიმოძრაოთ. და რატომ არის ზოგადად ეს ფიზიკური მოძრაობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ აი ამ მოძრაობასთან ერთად იქმნება ჩვენი დნმ და განიცდის ევოლუციას მილიონობით წლებია, ხო? ჩვენი წინაპრები ყოველთვის რაღაცას მისდევდნენ, ან რაღაცისგან გარბოდნენ, რაღაცას აშენებდნენ, იბრძოდნენ. მოკლედ ფიზიკური აქტივობა იყო ყოველთვის ჩვენი, ასე ვთქვათ, თანმხლები პროცესი და ამასთან ერთად განვითარდა ადამიანის სხეულის და მათ შორის გონებაც. ხო და ბოლო 50 წელია რომ დაგვეცა ჯადოსავით, ან თუნდაც მადლივით ტექნოლოგიები, გავჩერდით და აღარ მოძრავთ. და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა ადამიანს. აი მინდა რომ ერთი კითხვა დავუსვათ თქვენ თავს, ვინც ვარჯიშობთ ან ვარჯიშის გამოცდილება გაქვთ. როდის გქონიათ ბოლოს ეგეთი განცდა, როდესაც ვარჯიშის შემდეგ ძალიან ამაღლებული, შემსუბუქებული, აი ძალიან მაღალი განწყობით გამოდიხართ, თქვათ, სავარჯიშო სტუდიიდან თუ დარბაზიდან. ეგეთი განცდა არის ხოლმე მაშინ, როგორც წესი, როდესაც ადამიანი იწყებს ვარჯიშს ან რაღაცა პაუზის შემდეგ ანახლებს. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ვარჯიშობს რეგულარულად, ამ განცდას ეჩვევა, ჟარგონულად რო ვთქვათ, გვიტრუხდება ეს განცდა და პირიქით ასე ვთქვათ, როდესაც არ ვარჯიშობს ადამიანი, მისი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა შედარებით სუსტი არის, მაგრამ ეს სისუსტე და ეს ცუდი განცდაც გვიტრუხდება ჭალებში. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი არის ეგრე მოწყობილი, ძალიან დიდ ტკივილსაც კი, როგორც ფიზიკურ და მენტალურსაც რაღაც პერიოდის მერე სადღაც ჩქმალავს და გვავიწყებს, რომ ამ ყველაფერს მივეჩვიოთ და ნუ ეს გადარჩენისთვის გვჭირდება. რადგანაც ეს მოყვება ჩვენ ამდენი ხანია და ამის გარეშე ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, აუცილებელია, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებაში შემოიტანოს რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა. ეხლა მე ფიტნესის წარმომადგენელი ვარ და რა თქმა უნდა პოპულარიზაციას უკეთებ ფიტნესს, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ფიტნესია ამის საშუალება. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომლითაც ადამიანი დაახლოებით ეს ჯანმოს მიერ არის დადგენილი, რომ დაახლოებით დღეში 20-25 წუთი არის აუცილებელი ადამიანისთვის, რომ რაღაცა ფიზიკური აქტივობა ქონდეს, რომ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობის, მისი ჰორმონალური სისტემის, მისი გულსიზრდათა სისტემის ყველაფერთვის აუცილებელია, ისევე როგორც
საკვები, ისევე როგორც ჰაერი და ისევე როგორც ის ნივთიერებები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებს. როდესაც ვარჯიშობთ, რა ხდება ეს პროცესი, რომ კარგად გავიგოთ? სამი ძალიან ძირითადი ეს დოპამინი, სეროტონინი და ენდორფინი რომ გამოიყოფა, ეს ალბათ ყველამ ვიცით. მაგრამ თავარი არის რა, რომ ორგანიზმში ხდება შინაგანი ცვლილებები, ანუ ჰორმონალური ცვლილებები იწყება, უბრალოდ იმ ჰორმონალურ ბალანსთან დაბრუნება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი მიჩვეული არის, ხო? ჰორმონები რა არის? ჰორმონები არის როგორც ინფორმაცია, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ კოდი, რომელსაც მაგალითად პროგრამისტი წერს და შემდეგ ამ კოდის დაწერით რაღაცები კომპიუტერში იცვლება. ზუსტად აი ამ კოდს წერთ, როდესაც ჩვენ ვარჯიშობთ და ყველას გაიგივებული აქვს ვარჯიში რაღაცა მექანიკურ ძალისხმევასთან ან მექანიკურ ზემოქმედებასთან სხეულზე. სინამდვილეში მექანიკური ზემოქმედების გავლენა თითქმის 1%-ია იმ დროს, როდესაც ვარჯიშობთ. თავარი პროცესი არის ის, როდესაც შიგნიდან ჩვენ სიგნალს და კოდს ჩვენი ტვინი, ასე ვთქვათ, იღებს სიგნალს, რომ ჩვენ გვჭირდება ეს სხეული ასეთი მდგომარეობით, ასეთი კუნთებით, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება გადაადგილება, ჩვენ გვჭირდება რაღაცების აწევა, დაწევა, მაგრამ როდესაც ამას ვაკლებთ, ტვინი ისევ იღებს ინფორმაციას, რომ ეს აღარ გვჭირდება, ამიტომ ხდება კუნთების განლევა და შესაბამისად ჩვენი ჰორმონალური სისტემის შესუსტებაც. და სხვათა შორის აი ეს longevity-ის ახლა ბოლო კვლევებით აი longevity-ს რაც უდახნეს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ჯანმრთელობას, მთავარი, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში არის კუნთის რაოდენობა ადამიანში. მე არ გულისხმობ ახლა რომ ჩემ თავზე რაღაცა bodybuilding-ით უნდა იყოს ადამიანი დაკავებული ან რაღაც დიდი კუნთები უნდა ქონდეს. უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად და განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ და ზემოთ ადამიანისთვის საცოცხლოდ აუცილებელია რომ ის კუნთის ნორმალური კუნთის რაოდენობა შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ამაზე არის შემდეგ მიმული ის ჰორმონალური პროცესები, რომელიც ასე ვთქვათ, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს. თუმცა ძალიან ძნელია ჩვენ დღევანდელ პირობებში, როდესაც ამდენი სტრესი არის, ამდენი საქმე გვაქვს, ალბათ მე თვითონაც პირადად გარდა იმისა, რომ ფიტნეს ინდუსტრიაში ვარ ჩართული, იმის გარდა რაღაც 1000 რაღაცას ვაკეთებ და ალბათ ყველა ჩვენთაგანი ეგრე ვართ და ძალიან რთული ასეთი ემოციური სტრესების და ემოციური დაძაბულობების ფონზე ადამიანმა გამონახოს კიდევ დრო ვარჯიშისთვის, ხო? და მე ასევე როგორც კოუჩი, ფიტნეს ტრენერიც, ასეც მყავს მოსწავლეები და ჩემი დავალება არის ხოლმე ყოველთვის, რომ ვიპოვო რაღაცა სამოტივაციოდ, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, რომ დაიწყონ ვარჯიში და ეს მათი ყოველდღიური ცხოვრება იყოს. თუმცა შემდეგ ძალიან ბევრი წლის პრაქტიკის შემდეგ მივხვდი, რომ მთავარი არ არის мотиваცია, არამედ ის დისციპლინა და ის კარგი ჩვევები, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს და შედარებით მავნე ჩვევებზე უარის თქმა. და ვიქტორ ფრანკლი იყო ესეთი ფსიქოთერაპევტი, სხვათა შორის ერთ-ერთი ძალიან დიდი სკოლა აქვს მას შექმნილი, არანაკლები ვიდრე თქვა ფროიდი. და ეს ადამიანი ცნობილია იმით, რომ მოხდა საკონცენტრაციო ბანაკში, ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკში და გადარჩა და მან ამ ბანაკში დაყო ძალიან დიდი პერიოდი და დააკვირდა ადამიანებს და გამოიტანა დასკვნა თუ როგორ შეიძლება ადამიანი აი ესეთ უკიდურეს გაჭირვებაში და ესეთ უკიდურეს მენტალურ თუ ფიზიკურ სტრესში გადარჩეს. და მივიდა იქამდე, რომ ადამიანები გადარჩნენ საკონცენტრაციო ბანაკში არა იმიტომ, რომ უფრო ფიზიკურად ძლიერები იყვნენ ან რაღაც უფრო ჯანმრთელები იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ჰქონდათ რაღაცა მიზანი, რომლებმაც იცოდნენ, რომ აი რაღაცა მიზანი ელოდებოდათ ბანაკის იქით, რისთვისაც უნდა გადარჩენილიყვნენ. და ყოველთვის ჩემი დავალება არის ხოლმე, თუ ასე ვთქვათ, мотиваციას ვეძებ, რომ ადამიანებს აი ეს მიზანი მივცე. ეს მიზანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის არც უკეთესი ფორმა, უკეთესი ჯანმრთელობა, ხო, ზოგს წონაში უნდა დაკლება და
ზოგითვისაც ესეც საკმაოდ დიდი მიზანია. მაგრამ ამ мотиваციის მიცემის შემდეგ ეს мотиваცია შეიძლება გაყვეს არამედ ერთი კვირა, ორი კვირა. თავარი მივდივართ იქამდე, რომ არ არის мотиваცია. არამედ იმის გააზრება, რომ რაღაცა ბიზნესკენ მივდივარ და ამ ბიზნესთვის უნდა დავისახოთ პატარ-პატარა ნაბიჯებით ის ჩვევები, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში დავნერგავთ. აი, როდესაც მაგალითად პირობითად მოდის ჩემთან ადამიანი, რომელიც გოგონა, რომელსაც აქვს მისთვის არასასურველი ჭარბი წონა, მაგალითად იწონის 100 კილოგრამს და უნდა რომ გახდეს 60 კილოგრამი. არსებობს ესეთი მეთოდი, როდესაც ამ ადამიანმა კი არ უნდა ეცადოს, რომ გახდეს 60 კილო ან შეზღუდვები დაუწესოს თავის თავს, ან რაღაცა ეს არ ჭამო, ან ეს უნდა გააკეთო. არამედ ჰიპოთეტურად მომავალში რამოდენიმე თვის მერე ეს 60 კილოგრამიანი გოგონა არსებობს, რომელიც ისეთია, როგორც მას უნდა. და ვეუბნები ხოლმე, რომ აბა თუ შეეცდები შენს გონებაში დაუკავშირდი ამ გოგონას, რომელიც არის 60 კილოგრამი, კითხო, როგორ იკვებება, როგორ იქცევა, რა ყოველდღიური რუტინაა მის ცხოვრებაში. და ის აუცილებლად გიპასუხებს, რომ აი ესე და ესეთი ჩვევები დანერგა მის ცხოვრებაში და მთავარი არის, რომ ჯერ შინაგანად გახდეს ადამიანი ის, ვინც უნდა რომ გახდეს რამოდენიმე თვის შემდეგ და წონა, მისი ფიზიკური ფორმა თავისით მოდის. ამიტომ მთავარია, რომ ადამიანმა შეცვალოს თავისი შინაგანი მენტალური მდგომარეობა და შემდეგ ავტომატურად შეიცვლება მისი ფიზიკური მდგომარეობა, ის ვარჯიშიც, ის კვებაც, როგორც იკვებება, თავისით მოვა და გაჯანსაღდება. ასე რომ ეს ორი მდგომარეობა სხვათა შორის ეხლა მქონდა გადაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განსხვავებაა ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის და ესეთი სასულიერო პირი თან ერთად და მე როგორც ასე ვთქვათ სპორტსმენი ერთად დავპირისპირდით და იქამდე მივედით, რომ ამ ორ შორის ფაქტიურად განსხვავება არ არსებობს. ანუ ადამიანი, როდესაც მაგალითად ძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, შეუძლია რომ მატერიალური ფიზიკური ვარჯიშით ან მატერიალური ტექნიკებით ზემოქმედებით შეცვალოს თავისი სულიერი, თავისი მენტალური მდგომარეობა და პირიქითაც რა, როდესაც ადამიანი თავის სულიერ მდგომარეობას გაიმჯობესებს, ავტომატურად ეს აისახება მის სხეულზეც. მთავარია ადამიანის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობის ბალანსი. და ამის მიღწევა შეგვიძლია როგორც ჩვენ შინაგან მდგომარეობასთან ჩაღრმავებით, იმის გააზრებით, რომ ვარჯიში, როგორც ფიზიკური აქტივობა ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება და ამით დამატებით არაფერს არ უკეთებთ ჩვენ თავს და ასევე ჩვენი შინაგანი მდგომარეობის შეცვლა შეგვიძლია ჩვენი ფიზიკური აქტივობებით, იმიტომ რომ როდესაც სავარჯიშოდ მოხვალ, როდესაც რაღაცა ერთ დავალებას, ერთ მისიას, რომელსაც ვფიქრობ, რომ მაგალითად გინდა დაწყება ვარჯიშის და ეხლა როგორ ეს უნდა გადავლახო, ერთხელ რო გადაახავ, იმ ხელა კმაყოფილების განცდა, იმ ხელა სულიერი ამაღლებული მდგომარეობა გიბრუნდება, რაზეც ვისაუბროთ, რომ მე ამის მიმართ, აი თუ ამას დაახლოებით 21 დღე, ვთქვათ, გააგრძელებ, როგორც ვთქვათ, მეცნიერები იძახიან, თქვენ ცხოვრებაში შეძლებთ, რომ დანერგოთ ეს ყოველდღიური რუტინა და ალბათ ყველა აქ ვინც ხართ თითქმის ყველა თუ არა ალბათ ეს რუტინა თქვენ ცხოვრებაში დანერგი იგავთ, მაგრამ გისურვებთ, რომ არასდროს არ მოეშვათ, არასდროს არ მიცეთ საშუალება იმ სტრესებს, იმ ფიზიკურ განცდებს, რომ აქედან, ამ გზიდან, ასე ვთქვათ, ჩამოგაგდოთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და მადლობა ყურადღებისთვის.